მათ შენში ყველაზე ძლიერი ძალა დამალეს და დაბადების მომენტიდანვე მითი უწოდეს. სამყარომ გასწავლა, რომ გარეთ ეძებო პასუხები, ხმაურის საშუალებით ეძიო აზრი და ენდო ისეთ სისტემებს, რომლებიც არასდროს ყოფილა შექმნილი შენი გასათავისუფლებლად, მაგრამ შენში რაღაც უძველესია. რაღაც რეალური, მძინარე ძალა, რომელიც შენი ხერხემლის ძირშია დაკრძალული, გველივით მოხრილი, ჩუმი, მომთმენი და ელოდება. გეუბნებოდნენ, რომ ეს მეტაფორა იყო, მისტიკური სისულელე ან უარესი საშიში. და მაინც, ათასობით წლისა და ათობით ცივილიზაციის განმავლობაში, იგივე ენერგია ისევ და ისევ ჩნდება ჩურჩულით იოგების, მისტიკოსების, ფარაონების და სირების სიმბოლოებით. ყველა ამაზე საუბრობდა. ყველა პატივს სცემდა მას, რადგან იცოდნენ, რომ გამოღვიძება ყველაფერს ცვლის. ეს არ ეხება მხოლოდ მედიტაციას, ჩაკრებს ან ახალი ეპოქის საუბარს, ეს ეხება სიმართლეს, ნედლ, ელექტრულ, უდავო სიმართლეს და როგორც კი ამას იგრძნობ, შენი ცხოვრება აღარასდროს იქნება იგივე. საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას ასწავლიდნენ, რომ ძალაუფლება საკუთარი თავის გარეთ ეძია რელიგიის, მთავრობების, ინსტიტუტებისა და გურუების მეშვეობით. მაგრამ რა მოხდება, თუ ძალის უდიდესი წყარო ყოველთვის თქვენში იყო მიძინებული და ამოსვლას ელოდება? კუნდალინი არ არის მხოლოდ სულიერი კონცეფცია, რომელიც იოგას სტუდიებშია მიმოფანტული ან ეზოთერულ წიგნებშია ჩაწერილი. ეს არის უძველესი ენერგეტიკული ტექნოლოგია, ცოცხალი ინტელექტი, რომელიც თქვენს ბიოლოგიაშია ჩაქსოვილი. მას მისტიკოსები სცემდნენ თაყვანს, იმპერიები მალავდნენ და თანამედროვე სამყარო არასწორად იგებდა. არა იმიტომ, რომ მას ჭეშმარიტება აკლია, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ბევრს შეიცავს. თუ ეს ძალა სრულად იქნებოდა გაგებული, სტრუქტურები, რომლებიც თქვენი დაბნეულობით სარგებლობენ, ერთ ღამეში დაიშლებოდა. კუნდალინი არ ეხება რწმენას, ის გამოცდილებას. ეს არის პირველყოფილი სიცოცხლის ძალა, რომელიც ხერხემლის ძირში გველის მსგავსად არის დახვეული და ელოდება გახსნას და ამოსვლას თქვენს ენერგეტიკულ სისტემაში, რაც იწვევს აღქმის, ემოციისა და ცნობიერების სრულ ცვლილებას. ინდოეთის უძველესმა იოგებმა ის სუსტად და დეტალურად აღწერეს. დიდი ხნით ადრე, სანამ ნეირომეცნიერებას სახელიც კი ექნებოდა, ისინი ჩაკრებს აღწერდნენ არა როგორც აბსტრაქტულ სიმბოლოებს, არამედ როგორც ენერგეტიკულ კარიბჭეებს. თითოეული მათგანი შეესაბამება ადამიანის განვითარების, ფსიქოლოგიური ევოლუციის და სულიერი განსახიერების ეტაპებს. მათ ეს არც არ მოედგინათ. მათ განიცადეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ცოდნა კოლონიურმა დაპყრობამ დამარხა. რელიგიურმა დოგმამ და ინსტიტუციურმა შიშმა თავისი როლი ითამაშეს წმინდა სამეცნიეროსგან ჩამოშორებასა და შინაგანი გამოცდილების ცრურწმენად მოხსენიებაში. გველის სიმბოლოც კი მიიტაცეს. იოგურ ტრადიციაში გველი წარმოადგენს ნედლი ენერგიის ტრანსფორმაციას, განმანათლებლობის გზას. დასავლურ თეოლოგიაში ის ბოროტმოქმედად გადაიქცა რაღაცად, რისიც უნდა გვეშინოდეს. თავი აერიდებინა და დაგმობილიყო ის ხატი, რომელიც ოდესღაც ინიციატებს უმაღლეს სამყაროებში მიჰყავდა. იარაღად გამოიყენეს მასების სულიერ ჩვილობაში შესანარჩუნებლად. რა უკეთესი გზაა ადამიანების გასაკონტროლებლად, ვიდრე მათი დარწმუნება, რომ მათივე გამოღვიძება ბოროტებაა. რა უკეთესი გზაა წმინდას ჩასახშობად, ვიდრე მისი აკრძალვა, და მაინც ენერგია არასდროს წასულა. ის ჩუმად ელოდება ყველაში. კუნდალინის დარება არ არის აუცილებელი ბერი ან მისტიკოსი იყო. ის თქვენს სხეულში, თქვენს სუნთქვაში, თქვენს ნერვულ სისტემაშია ჩადებული. ერთადერთი კითხვაა, ოდესმე მიაღწევთ მას? ზოგიერთი ჭეშმარიტება ძალიან ნედლი, ძალიან ძლიერი და ძალიან რეალურია ასეთი პლატფორმებისთვის. კუნდალინი არ არის ტენდენცია. ეს აღქმის რევოლუცია. ის მიმდევრებს არ ითხოვს. ის მოითხოვს ჭეშმარიტების მაძიებლებს, ადამიანებს, რომლებიც მზად არიან მოიშორონ ცრუ იდენტობის ფენები და თვალი ადევნონ იმას, რაც მის ქვეშ იმალება. სწორედ ამიტომ არ ისწავლება ეს სკოლებში. სწორედ ამიტომ არ არის ის სამეცნიერო ჟურნალების პირველ გვერდზე და არ არის აღფრთოვანებული მეინსტრიმ სულიერ წრეებში. რადგან ის მორჩილებას არ ყიდის, პირიქით ანადგურებს მას. როგორც კი ეს ძალა თქვენში მოძრაობას დაიწყებს, შიშით მანიპულირება, კონფორმიზმით შერცხვენა ან ზედაპირულობა ვერ შეგაცდენთ. ახალი თვალით დანახვას, ახალი სიცხადით აზროვნებას და ახალი სიღრმით შეგრძნებას იწყებთ, მაგრამ ამას პატივისცემით უნდა მიუდგეთ. რადგან კუნდალინი პასიური არ არის. ის აძლიერებს იმას, რაც უკვე თქვენშია. თუ დამიცებული, ნათელი და თავმდაბალი ხართ, მას შეუძლია ღრმა ტრანსფორმაციამდე მიგიყვანოთ. თუ უგუნური, ეგოისტი ან მოუმზადებელი ხართ, მას შეუძლია დაბნეულობა გაამძაფროს. სწორედ ამიტომ ამდენი ტრადიცია მას რიტუალების, დისციპლინების მიღმა აყენებს.
და შინაგანი განწმენდის მიღმა, არა იმისთვის, რომ ადამიანები მისგან შორს დაიჭიროს, არამედ იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ ისინი მზად არიან. რადგან როდესაც გველი ამოდის, ის არა მხოლოდ სინათლეს მოაქვს, არამედ ყველაფერს მოაქვს, ჩახშულს, დაფარულს, გადაუჭრელს და სწორედ აქ იწყება ნამდვილი სამუშაო. ასე რომ ჰკითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად გსურთ გამოღვიძება, არა მხოლოდ სინათლისკენ, არამედ მთელი ჭეშმარიტებისკენ იმისკენ, თუ ვინ ხართ და ვინ ხართ განპირობებული იყოთ ყოფნისთვის. რადგან სწორედ ამას აკეთებს კუნდალინი. ეს არ არის რეალობისგან თავის დაღწევა. ეს არის მის ღრმა ფენებში ჩაძირვა და როგორც კი ის დაიწყება, ძილში დაბრუნება აღარ არის. კუნდალინი არ არის პოპულარული სიტყვა. ეს არ არის მეტაფორა. ეს არ არის მისტიკოსების მიერ შეთხზული რამ, რათა კურსი გაყიდონ ან სულიერი მნიშვნელობის წარმავალი განცდა მოგცეთ. ის რეალურია. ის ცოცხალია და უკვე თქვენშია. მაგრამ ის, რაც არის. და ის, რაც არ არის, საუკუნეების განმავლობაში დამახინჯებული, განზავებული და არასწორად გაგებული იყო. რაც, სავარაუდოდ, კუნდალინის შესახებ გითხრეს, მხოლოდ ზედაპირია და ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად არასწორი იყო, რადგან სიმართლე არ ჯდება თანამედროვე სულიერ ბრენდინგში ან სახელმძღვანელოების ფსიქოლოგიაში. სიმართლე ისაა, რომ კუნდალინი თავად ცნობიერების ნედლი, განუზავებელი ენერგიაა. ადამიანის ფორმაში ჩადებული უძველესი ბიოლოგიური ინტელექტი. თავის არსში კუნდალინი არის თქვენი სასიცოცხლო ძალა მის ყველაზე სუფთა მდგომარეობაში და არა თქვენი პიროვნება, არა თქვენი აზრები, არა თქვენი ჩვევები. ეს არის ის, რაც მას ყველაფერს აძლევს ძალას. ის თქვენი ხერხემლის ძირში, იოგურ ფილოსოფიაში მულადჰარა ჩაკრას სახელით ცნობილ ადგილასაა დახვეული. თუმცა, ეს სიმბოლური ენა არ არის. ეს ანატომიური, სულიერი კოდია. ის თქვენს ნერვულ სისტემასა და ენდოკრინულ რეაქციებში ლატენტურად არის ჩაქსოვილი, ჩუმად. მაგრამ მზად ხართ? და როდესაც ის იღვიძებს, ის მოძრაობს არა შემთხვევით, არა ქაოტურად, არამედ თქვენი სხეულის დახვეწილი არქიტექტურის მეშვეობით. აქტიურებს თქვენი ყველა ნაწილს, რომელიც ეძინა თქვენს ინტუიციას, თქვენს აღქმას, თქვენს ემოციებს, თქვენს მეხსიერებას, თუნდაც თქვენს ბიოლოგიას. მაგრამ სწორედ აქ ხდება ის საშიში, არა თავად კუნდალინი, არამედ ის, რასაც თანამედროვე დასავლეთის დიდ ნაწილში გვასწავლიან. კუნდალინი შეფუთულია, როგორც პროდუქტი. თქვენ მას ჟურნალების გარეკანზე ნახავთ სემინარებზე, რომელიც კუპირდება მყისიერ განმანათლებლობას გაკვეთილებზე და ამტკიცებს, რომ ერთ შაბათკვირაში თავს გააქტიურებულად იგრძნობთ. ეს არ არის გამოღვიძება, ეს წარმოდგენაა. ნამდვილი კუნდალინის გამოღვიძება არ არის პიკის მომენტი, ეს პროცესია და ხშირად ის არ არის მომხიბვლელი, ის არ არის სუფთა, არ არის გასაყიდი, არ არის მყისიერად ინსტაგრამზე გადასატანი, რადგან ნამდვილი გამოღვიძება ნიშნავს გახსნას. ეს ნიშნავს ყველაფრის ცრუ კრახს. ეს ნიშნავს უარი თქვა იმ იმიჯზე, რომელიც ფრთხილად შექმნით საკუთარ თავზე, იმაზე, რასაც ფიქრობთ, რისიც გჯერათ და რისიც გეშინიათ. სწორედ ამას აკეთებს კუნდალინი. ის არღვევს ილუზიას იმის შესახებ, თუ ვინ იყავით, ამიტომ შეუძლია გამოავლინოს ის, ვინც ყოველთვის იყავით. ეს არ არის ეიფორიის მოზღვავება ან მისტიკური ეიფორია. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს გზაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. კუნდალინი აქ არ არის თქვენი გასართობად. ის აქ არის თქვენი ტრანსფორმაციისთვის და ტრანსფორმაცია იშვიათად არის კომფორტული. ეს ენერგია გამოავლენს ყველაფერს. თქვენს ტკივილს, თქვენს ტრავმას, თქვენს მიჯაჭვულობას, თქვენს ეგოს. სწორედ ამიტომ არის ის დაცული წმინდა ტრადიციებში ასეთი დისციპლინით. ის არასდროს იყო განკუთვნილი მასობრივი მარკეტინგისთვის. ის პატივისცემისთვის იყო განკუთვნილი. და არა, ის არ არის მხოლოდ ბერებისთვის ან გურუებისთვის. ეს ყველასთვისაა, ვისაც აქვს ნერვული სისტემა და სული. მაგრამ ის თქვენგან ისეთ რამეს ითხოვს, რისი გაკეთებაც ცოტა თუ სურს სრულ გულწრფელობას, არა მხოლოდ სხვებთან გულწრფელობას. მაგრამ საკუთარი თავის მიმართ, რადგან ეს ენერგია არ რეაგირებს შესრულებაზე ან შესრულებაზე დაფუძნებულ სულიერებაზე. ის არ ამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ თეთრ ტანსაცმელს ატარებთ ან მანტრებს გალობთ. ის ამოდის მაშინ, როდესაც გასწორებული ხართ. ის ამოდის მაშინ, როდესაც თქვენი შინაგანი სამყარო სტაბილური და ღია ხდება. ის ამოდის მაშინ, როდესაც თქვენი ცხოვრების ხმაური აღარ ახშობს თქვენი სიმართლის სიგნალს. რაც კუნდალინი არ არის, ეს არის მალსახმობი. ის არ არის სიბრძნისკენ მიმავალი გვერდის ავლითი გზა. თუ რამეა, ეს არის სწრაფი გზა ყველაფრისკენ, რასაც თავს არიდებდით. სწორედ ამიტომ ადამიანები, რომლებიც ნაადრევად ან ხელმძღვანელობის გარეშე იღვიძებენ,
ხშირად განიცდიან დაბნეულობას, ემოციურ ქაოსს ან ფიზიკურ დისკომფორტს. საქმე იმაში არ არის, რომ კუნდალინი საშიშია, არამედ იმიტომ, რომ ის ადიდებს იმას, რაც ჯერ არ არის განკურნებული. ის არ გაძლევთ დამალვის საშუალებას. და თუ დიდი ხანია საკუთარი თავისგან იმალებით, ეს გამოვლენა შეიძლება ქარიშხალს დაემსგავსოს, მაგრამ ეს ქარიშხალი წმინდაა. ის გზას უხსნის რაღაც რეალურისკენ, რადგან როდესაც კუნდალინი მოძრაობს, ის არა მხოლოდ ცვლის თქვენს გრძნობებს. ის ცვლის თქვენი ცხოვრების წესს. ის მოითხოვს ყოფნას. ის ცვლის თქვენს ურთიერთობას თქვენს სხეულთან, თქვენს აზრებთან, თქვენს არჩევანთან. ის წვავს ილუზიას და რაც რჩება, არ არის თქვენი რაღაც მცურავი, განმანათლებლური ვერსია. ეს არის ნამდვილი თქვენ, გამოღვიძებული, განსახიერებული და სრულად ცოცხალი. არსებობს მითი, რომ კუნდალინის გამოღვიძება ჰგავს შუქის ჩამრთველის ჩართვას, ნეტარების, ექსტაზისა და განმანათლებლობის ერთ უეცარ მომენტს. მაგრამ სიმართლე გაცილებით ნიუანსირებულია, გაცილებით რეალური. როდესაც ეს ენერგია იწყებს მოძრაობას, ის თავაზიანად არ აცხადებს თავს. ის არ ითხოვს ნებართვას. მას არ აინტერესებს თქვენი გრაფიკი. ის ტალღებად მოძრაობს. ძლიერი, არაპროგნოზირებადი და ღრმად ინტელექტუალური. და როდესაც ეს ხდება, თქვენი სხეული ერთდროულად ტაძრად და ბრძოლის ველად იქცევა. ზოგიერთი ადამიანი განიცდის ინტენსიურ სიცხეს, რომელიც ხერხემალში ამოდის, თითქოს მათი ძვლები სხვების შიგნიდან ანათებენ. უკონტროლოდ განკალებენ, არა შიშისგან, არამედ ისეთი დინებისგან, რომლის ჩახშობაც ძალიან ძლიერია. შეიძლება იგრძნოთ შუბლზე ზეწოლა, კიდურებში უცნაური ჩხვლეტა ან ემოციების უეცარი მოზღვავება, რომელიც არსაიდან ჩნდება, ტირილი, სიცილი, ყანყალი, უძრავად ნგრევა. ეს არ არის სიგიჟის სიმპტომები. ეს არის ნიშნები იმისა, რომ რაღაც უფრო ღრმა იღვიძებს. კუნდალინი ლოგიკით არ ამოდის. ის დანებების გზით ამოდის და სწორედ ამიტომ შეიძლება ეს პროცესი ასეთი დაპირისპირებული იყოს, რადგან დანებების პროცესი საშინელებაა ეგოსთვის. ეს არის კონტროლის სიკვდილი, ყველა იმ იარლიყისა და ისტორიის დარწმუნებულობა, რომელიც თავს უსაფრთხოებისთვის შემოახვიეთ. როდესაც კუნდალინი იწყებს მოძრაობას, მას არ აინტერესებს ვინ გონიათ თავი. მას მხოლოდ ის აინტერესებს, რაც რეალურია. ის თქვენს ჩრდილებს ზედაპირზე ამოხავს, მოუშუშებელ მწუხარებას, დამარხულ სირცხვილს, რწმენას, რომელიც გადალახეთ, მაგრამ არასდროს დაუსვით კითხვა, ისინი ყველა ამოდის. ეს არის ის, რასაც ადამიანების უმეტესობა არ ელის. ისინი კოსმოსური ფეიერვერკების საძიებლად მოდიან და ამის ნაცვლად ჩახშობილი ემოციების ნაკადს განიცდიან. მაგრამ ეს ნამდვილი ინიციაციაა. კუნდალინის გამოღვიძება ყოველთვის ლამაზი არ არის. სინამდვილეში მისი დიდი ნაწილი ნედლი, დამაბნეველი და მტკივნეულიც კია. შეიძლება დაკარგოთ ინტერესი იმ ნივთების მიმართ, რაც ოდესღაც გაწუხებდათ, ურთიერთობები შეიძლება დაინგრეს, არა სისასტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი აგებულია თქვენი ვერსიებზე, რომლებიც აღარ არსებობს. შეიძლება თავი დაკარგულად, დეზორიენტირებულად, სამყაროსგან განცალკევებულად იგრძნოთ. ეს არ არის წარუმატებლობა, ეს ტრანსფორმაციაა. თქვენ არ კარგავთ გონებას. თქვენ ტოვებთ იმ იდენტობას, რომელიც შექმენით, რათა გადარჩენილიყავით სამყაროში, რომელმაც არასდროს გასწავლათ, ვინ იყავით სინამდვილეში. და მაინც, ქაოსის შუაგულშიც კი არის მომენტები. მომენტები იმდენად სუფთა, იმდენად მშვიდი, იმდენად აუხსნელი, რომ იცით, რომ რაღაც ღვთაებრივი ხდება. ნაწილი, რომელსაც აზრი არ აქვს. სიცხადე, რომელიც წლების ხმაურს კვეთს, კავშირი ყველაფერთან და არაფერთან ერთდროულად. ეს არის ის მოციმციმეები, რომლებიც გაძლევს საშუალებას გააგრძელო. ეს არ არის ჯილდო. ეს შეხსენებებია. შეხსენებები იმისა, რომ ტკივილს აქვს მიზანი. რომ შენ არ გატეხავენ, არამედ ხელახლა აწყობენ. პრობლემა ის არის, რომ თანამედროვე სულიერება იშვიათად ამზადებს ადამიანებს ამისთვის. ის გამოღვიძებას ყიდის როგორც პროდუქტს, პიკურ მდგომარეობას, წარმოდგენას, საპატიო ნიშანს. მაგრამ კუნდალინი არ არის აღფრთოვანებული თქვენი სულიერი გარეგნობით. მას ავლენს თქვენი გულწრფელობა. მზად ხართ, რომ იყოთ ისეთი, როგორიც გსურთ. მზად ხართ, შეხვდეთ საკუთარი თავის იმ ნაწილებს, რომლებსაც უარყოფდით. მზად ხართ, იგრძნოთ ის, რაც წლების განმავლობაში გაუნձრევდით. მზად ხართ, თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც პატარას გხდით. უბრალოდ, რათა შეხვდეთ თქვენი იმ ვერსიას, რომელიც პროგრამირების ფენების ქვეშ იყო დამარხული. სწორედ ამიტომ უძველესი ტრადიციები მოითხოვს დისციპლინას ინიციაციამდე. არა ადამიანების გამორიცხვისთვის, არამედ მათი დასაცავად.
რადგან როგორც კი ენერგია დაიწყებს აწევას, უკან დასახევი გზა აღარ არის. თქვენ ან მასთან ერთად ვითარდებით, ან მის მიმართ თქვენი წინააღმდეგობა შთანთქავს. სწორედ ამიტომ მომზადება ყველაფერია. თქვენს სხეულს უნდა შეეძლოს მისი შენარჩუნება. თქვენს გონებას უნდა შეეძლოს მისი დაკვირვება და თქვენს სულს უნდა შეეძლოს გაშვება. ზოგიერთი გამოღვიძება თანდათანობით ხდება, როგორც ნელი ცეცხლი, რომელიც წლების განმავლობაში იშლება. სხვები ელვისებურად მოულოდნელად, შოკის მომგვრელ, უდავოდ ჩნდებიან. არ არსებობს ერთიანი რუგა. მაგრამ უფრო ღრმა სიმართლე ის არის, რომ თქვენმა სულმა უკვე იცის, რა არის საჭირო. თქვენი როლი არ არის პროცესის კონტროლი. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავი მისთვის ხელმისაწვდომი გახადო, შინაგანი ხმაურისგან გაწმინდო. სიმშვიდეში იჯდე, რათა განავითარო ცნობიერება, რათა როდესაც ენერგია დააკაკუნებს, შეძლო კარის გაღება პატივისცემით და არა შიშით, რადგან სწორედ ეს არის მისი არსი. თაყვანისცემისკენ დაბრუნება, არა ტრადიციული დოქტრინის, არამედ თავად სიცოცხლის მიმართ. ღვთაებრივი ნაპერწკლისთვის, რომელიც თქვენს ხერხემალში პულსირებს და ელოდება, რომ გაიხსენონ. მას არ სჭირდება თქვენი დევნა. მას სჭირდება, რომ მზად იყოთ მისთვის. და მზადყოფნა არ ნიშნავს სრულყოფილებას. ეს ნიშნავს სიმართლეს, ყოფნას, გამბედაობას. კუნდალინი არა მხოლოდ გაღვიძებთ რაღაც უმაღლეს სამყაროში. ის გაღვიძებთ ამ სამყაროში თქვენი სხეულის, თქვენი სუნთქვის, თქვენი ემოციების, თქვენი ტკივილის სიწმინდეში. ის გაღვიძებთ ყველაფრის მიმართ და სწორედ ამიტომ ცვლის ყველაფერს. დიდი ხნით ადრე, სანამ სიტყვა კუნდალინი ინგლისურად დაიწერებოდა, უძველესი ცივილიზაციები უკვე მუშაობდნენ მასთან, პატივს სცემდნენ მას და მის გარშემო მთელ სულიერ ჩარჩოებს აშენებდნენ. ისინი მას ენერგიას არ უწოდებდნენ ისე, როგორც ახლა, მაგრამ იცოდნენ ეს. გრძნობდნენ ამას. ისინი ამით ცხოვრობდნენ, რადგან ესმოდათ ის, რაც ჩვენ დაგვავიწყდა. ადამიანის სხეულში დევს ადამიანური მდგომარეობის გადალახვის გასაღები. და ეს ძალა არასდროს ყოფილა გარეთ. ის ყოველთვის შიგნით იყო. ძველი ინდოეთის იოგურ ტრადიციებში კუნდალინი წმინდა ქალურ ძალად აღიქმებოდა. შაქტი კი მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ელოდა აღდგომას და შივასთან, გვირგვინთან მჯდომ ღვთაებრივ მამაკაცურთან გაერთიანებას. ეს მითი არ იყო. ეს წმინდა მეცნიერება იყო. ჩაკრების, ნადიების, მანტრების და მუდრების მთელი სისტემა შექმნილი იყო ამ შინაგანი აღდგომის მხარდასაჭერად. იოგები წლების, ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაში ვარჯიშობდნენ დუმილში, დისციპლინასა და ერთგულებაში, არა სტატუსის მისაღწევად, არამედ სხეულის ამ გამოღვიძებისთვის მოსამზადებლად. ისინი არ ეძებდნენ თავის დაღწევას. ისინი ავითარებდნენ ღვთაებრივი ენერგიის ადამიანის სახით შენახვის უნარს. მაგრამ ინდოეთი მარტო არ იყო. სიმბოლოების სხვადასხვა კულტურაში, კონტინენტზე და ათასობით წლის განმავლობაში მუდმივად ჩნდება, როგორც დამთხვევა. ძველ ეგვიპტეში ურაეუსი, ფარაონების შუბლიდან ამომავალი კობრა, არ იყო მხოლოდ დეკორაცია. ის წარმოადგენდა გამოღვიძებული ცნობიერება, დახვეული გველის ენერგია, რომელიც ხერხემლიდან ამოვიდა და მესამე თვალს, ჰორაციუსის თვალს, ააქტიურებს. ეს არა მხოლოდ დაცვის სიმბოლოა, არამედ შინაგანი ხედვის რუგა. ბერძნულ ტრადიციაში ჰერმესის კვერთხი, ყადუცეუსი, ორი გველი, რომლებიც ცენტრალურ კვერთხზეა გადახლართული. თითქმის იდენტურია იოგური ანატომიისა და ადრეული გნოსტიკური ქრისტიანობის იდა და პინგალა ნადიების. დიდი ხნით ადრე, სანამ საეკლესიო კრებები ნარატივს გადაწერდნენ, არსებობდა წმინდა ქალური სოფიას ჩურჩული. რადგან ამ ცოდნაში ღვთაებრივი სიბრძნის წყარო გეოგრაფიით არ იყო გამოყოფილი, ის სიმბოლოებში იყო კოდირებული, მითებში დამალული, ჩურჩულით გადაცემული მისტიკოსების, მკურნალებისა და მაძიებლების თაობებს შორის. მაგრამ ნელ-ნელა რაღაც შეიცვალა, რადგან ძალაუფლება, ცენტრალიზებული ჭეშმარიტება ფრაგმენტირებული იყო. ვისაც ამ ცოდნაზე ცდომა ჰქონდა, ისინი ან მისტერიულ სკოლებში ინახავდნენ, ან მოპარავდნენ და ამახინჯებდნენ. ქალური მხარე დემონიზირებული იყო. გველი ბოროტების სიმბოლოდ იქცა. წმინდა სხეული სამარცხვინო გახდა და ჩვენში არსებული ღვთაებრივი ენერგია ჩრდილში გადაისროლა. არა იმიტომ, რომ ის ხალბი იყო, არამედ იმიტომ, რომ ძლიერი იყო. კოლონიალიზმმა არა მხოლოდ მიწა დაიპყრო. მან ცნობიერება დაიპყრო. მან დაშალა ადგილობრივი ცოდნის სისტემები, უარყო ისინი, როგორც პრიმიტიული. და ჩაანაცვლა ისინი იდეოლოგიებით, რომლებიც კონტროლს ემსახურებოდა და არა განთავისუფლებას. დასავლურმა ფსიქოლოგიამ, პათოლოგიზებულმა სულიერმა გამოცდილებამ, ექსტერნალიზებულმა რელიგიამ,
ღვთაებრიობამ და მეცნიერებამ მთელი თავისი ბრწყინვალებით, სული მოწყვიტა მისი კვლევის სხეულიდან. რაც დარჩა, იყო ადამიანის ცარიელი ვერსია, რაციონალური, მართვადი, შინაგანი ცეცხლისგან გათიშული, მაგრამ მაინც სიმბოლოები გადარჩნენ დამალულნი თვალსაჩინო ადგილას, წმინდა ტექსტებში, უძველეს ხელოვნებაში, მითოლოგიებში, არქიტექტურაში, სპირალში, გველში, კვერთხში, თვალში, ხეში, ყველა ერთი და იგივე რამის მეტაფორა. ენერგიის აღზევება, ცნობიერების ევოლუცია ადამიანის სხეულში. ისტორია არასდროს დაკარგულა, უბრალოდ დოგმისა და ყურადღების გაფანტვის ხმაურის ქვეშ იყო დამარხული და ახლა ნელ-ნელა ბრუნდება. არა ინსტიტუტების, არამედ ინდივიდების მეშვეობით. ადამიანები კვლავ გრძნობენ აღელვებას, სიზმრებს, შეგრძნებებს, სპონტანურ გამოღვიძებას. ისინი იხსენებენ, თუ რით ცხოვრობდნენ მათი წინაპრები ოდესღაც, რომ ჩვენ არასდროს ვიყავით განწირულნი ძილში დარჩენისთვის. რომ ეს ცხოვრება, ეს სხეული, ეს სუნთქვა, ეს ყველაფერი დიზაინის ნაწილია. არ გჭირდებათ სხვა ვინმე გახდეთ გასაღვიძებლად. დავიწყებამდე უნდა გახსოვდეთ, ვინ ხართ. კუნდალინის დაფარული ისტორია მხოლოდ წარსულს არ ეხება. ეს აწმყოს სარკეა. ის გვაჩვენებს, რა მოიპარეს და რა ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩვენში. ის გვახსენებს, რომ აღმავალი მოგზაურობა უძველესი, წმინდაა და ადამიანის სტრუქტურაშია ჩაწერილი. და რაც არ უნდა დიდი ხნის განმავლობაში ყოფილიყო ის ჩახშობილი, დამახინჯებული ან კომერციალიზებული, სიმართლეს აქვს დაბრუნების გზა. ყველაფერი რაც მას სჭირდება არის ერთი რამ. ვინმე მზად არის მის მისაღებად. თუ კუნდალინი გველია, ჩაკრები კარიბჭეებია. ის უნდა გაიაროს და ნადები მისი ცეცხლის მატარებელი ფარული მდინარეებია. ეს არ არის აბსტრაქტული მისტიციზმი. ეს არის ენერგეტიკული ანატომია, რომელიც ბრძენებმა ათასობით წლის წინ განსაზღვრული სიზუსტით დახატეს. თანამედროვე მეცნიერება ახლა იწყებს სხეულისადმი მიდგომას, როგორც ჩვენ ვიცით. ეს არ არის მხოლოდ ხორცი და ძვალი. ეს არის ცნობიერების მრავალგანზომილებიანი ველი. და კუნდალინის სისტემები მისი გააქტიურების გეგმაა. არსებობს 72,000-ზე მეტი ნადი, დახვეწილი ენერგეტიკული არხები, რომლებიც ადამიანის სისტემას უხილავი ქსელივით კვეთენ. ამ სამიდან ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იდა, პინგალა და სუშუმნა. იდა მიედინება ხერხემლის მარცხენა მხარეს, დაკავშირებულია მთვარესთან, ქალურთან, გამაგრილებელ ძალასთან, პინგალა მიედინება მარჯვნივ. ასოცირდება მზესთან, მამაკაცურთან, სითბოსთან. მაგრამ ნამდვილი საიდუმლო სუშუმნაშია, ხერხემლის გავლით გამავალ ცენტრალურ არხში. სწორედ ამ არხით ამოდის კუნდალინი, როდესაც შინაგანი ბალანსი სწორია, როდესაც დუალურობა იხსნება და როდესაც გონება აღარ ბლოკავს დინებას, როდესაც გველი ადის. ის აღწევს ჩაკრებში, მბრუნავ ენერგეტიკულ ცენტრებში, რომლებიც ხერხემლის გასწვრივ საკვანძო წერტილებში მდებარეობს. თუმცა, ეს არ არის ინსტაგრამის პოსტების დეკორაციები. თითოეული ჩაკრა გონებას, სხეულსა და სულს შორის რთული ინტერფეისია. ძირეული ჩაკრა უსაფრთხოებასა და გადარჩენას მართავს. საკრალური მართავს ემოციას და შემოქმედებითობას. მზის ძნული პასუხისმგებელია იდენტობაზე და ნებაზე. გული თანაგრძნობასა და კავშირზეა. ხელი მართავს სიმართლესა და გამოხატვას. მესამე თვალი ხსნის ხედვას და ინტუიციას, ხოლო ზედა ნაწილში გვირგვინი ღვთაებრივისკენ მიმავალი კარიბჭეა. მაგრამ აი, რას გეტყვით ცოტა ადამიანი. ჩაკრების გამოღვიძება მხოლოდ ფერის ვიზუალიზაციას ან აფირმაციების გამეორებას არ ეხება. ეს დემონტაჟის პროცესია. როდესაც კუნდალინი აქტიურებს ჩაკრას, ის არა მხოლოდ აკურთხებს მას, არამედ ასუფთავებს. ის აიძულებს გამოდევნოს ის, რაც მას ბლოკავს. სწორედ ამიტომ აღნიშნავენ ადამიანები ინტენსიურ ემოციებს, ნათელ სიზმრებს და ფიზიკურ შეგრძნებებს. ეს არ არის გვერდითი მოვლენები. ეს არის ნიშნები იმისა, რომ ძველი პროგრამირება, ემოციური რეპრესიები, ტრაუმის შემზღუდავი რწმენა იწვის. კუნდალინი არ არის ნაზი. ის არ ჩურჩულებს. ის ასუფთავებს. თითოეული ჩაკრა შეესაბამება არა მხოლოდ ფიზიკურ ორგანოს ან ემოციურ თემას, არამედ ცხოვრების განვითარების ეტაპსაც. ქვედა ჩაკრები დაკავშირებულია ადრეულ ბავშვობასთან, ჩვენს უსაფრთხოების განცდასთან, ჩვენს ემოციურ კავშირთან, ჩვენს ინდივიდუალობასთან. თუ ეს ეტაპები დაირღვა, მიტოვებული ან მანიპულირებული იქნა, მაშინ ენერგია იქ იჭედება. როდესაც კუნდალინი ამ ცენტრებს აღწევს, ის ამ ჩარჩენილ ენერგიას ზედაპირზე ამოძრავებს, რათა მასთან შეხვედრა და განკურნება იყოს შესაძლებელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია უფრო მაღლა ასვლა. სწორედ ამიტომ არ არის აღმართი ხაზოვანი. თქვენ არ გადადიხართ ერთი ჩაკრიდან მეორეზე, როგორც კიბეებზე ადით.
თქვენ სპირალურად ბრუნდებით, ხელახლა ეწვევით. ერთ წამს თავს ექსპანსიურად და განმანათლებლად გრძნობთ. შემდეგ წამს კი ისევ ძველ ჯრილობებში იძირებით. ეს არის განწმენდის წმინდა ციკლი და ის გრძელდება მანამ, სანამ ენერგია თავისუფლად არ იღვრება, არა მხოლოდ თქვენს ხერხემალში, არამედ მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში. რადგან მიზანი არ არის სხეულიდან გაქცევა. მიზანია მასში სინათლის შემოტანა. არა ადამიანური გამოცდილების გვერდის ავლა, არამედ მისი შიგნიდან განათება. როდესაც ყველა ჩაკრა გამოღვიძებულია, გასწორებულია და დაბალანსებულია, არა თეორიულად, არამედ განცდილ რეალობაში, კუნდალინი აღწევს გვირგვინს. ეს არ არის დასასრული. ეს დასაწყისია. არსებობის ახალი რეჟიმის, სადაც მხოლოდ გონებით კი არა, მთელი არსებით ფიქრობ. სადაც ინტუიცია ისეთივე მკვეთრი ხდება, როგორც მხედველობა და სიყვარული წყვეტს ემოციას და ცნობიერების მდგომარეობად იქცევა. სწორედ ამას გულისხმობდნენ მისტიკოსები განმანათლებლობაში. არა შორს გაშვება, არამედ სრულად აქ მოსვლა, განსახიერება, გამოღვიძება. თქვენ არ ხართ შეცდომა, არ ხართ გატეხილი. თქვენ ხართ ფენიანი არსება. მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებთ ანაბეჭდებსა და ენერგიებს და კუნდალინი იცის სახლისკენ მიმავალი გზა. არა იმიტომ, რომ ეს ისწავლეს, არამედ იმიტომ, რომ ის თქვენშია კოდირებული. ჩაკრები არ არის მხოლოდ პორტალები. ისინი თქვენი ისტორია, თქვენი რუკა, თქვენი გასაღები და იმ მომენტში, როდესაც შეწყვეტ საკუთარი თავის გარეთ, ძალაუფლების ძიებას და დაიწყებთ ტაძრისკენ სწრაფვას, ამ ისტორიაში იწყება გამოღვიძება. წლების განმავლობაში კუნდალინის გარშემო საუბარი შემოიფარგლებოდა ტაძრებით, აშრამებით და მისტიკოსების საიდუმლო წრეებით. მეინსტრიმული მეცნიერება მას უარყოფდა, როგორც ფანტაზიას ან ფსევდო-სულიერ მეტაფორას, ძალიან მისტიკურს, რომ რეალური იყოს. ძალიან ძველს, რომ სანდო იყოს. მაგრამ ნელ-ნელა რაღაც შეიცვალა. ტექნოლოგიების განვითარებასთან და გაზომვის ხელსაწყოების განვითარებასთან ერთად, დახვეწილი დაიწყო გამოვლენა. მეცნიერებამ დაიწყო იმ ჭეშმარიტებების გაანალიზება, რომლებზეც იოგები ათასწლეულების განმავლობაში საუბრობდნენ. ეს სამუდამოდ არ შეიძლებოდა უგულებელ ყოფილიყო, რადგან ის, რასაც ისინი პრანაჩის ან კუნდალინის უწოდებდნენ, ახლა ფრაგმენტულად გვესმის, როგორც ელექტრომაგნიტური ველები, ნეირონული აქტივობა და ბიოელექტრული მუხტი. ენა განსხვავებულია, მაგრამ რეალობა თანხვედრაშია. თქვენი სხეული არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მანქანა. ეს არის ენერგეტიკული სისტემა, ცოცხალი, რეაგირებადი და ინტელექტუალური. ყველა უჯრედი პულსირდება მუხტით. თქვენი გული ასხივებს ელექტრომაგნიტურ ველს, რომლის გაზომვაც შესაძლებელია თქვენი სხეულიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. თქვენი ტვინი მუშაობს არა მხოლოდ ქიმიურად, არამედ ელექტრონულად ახდენს სიხშირეების გაშვებას, რომლებიც იცვლება თქვენი ცნობიერების მდგომარეობის შესაბამისად. ეს არ არის ზღვრული მეცნიერება. ეს არის გაზომვადი, დაკვირვებადი ფაქტი და ის გვაახლოებს იმის გაგებასთან. თუ როგორ შეიძლება არსებობდეს კუნდალინის მსგავსი რამ არა როგორც მითი, არამედ როგორც ენერგიის ფორმა. დასავლეთმა უბრალოდ ვერ შეძლო მისი სახელის დასახელება. ტვინის ტალღების მდგომარეობები გვთავაზობს მნიშვნელოვან ხედვას. ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს ბეტა მდგომარეობაში, ფხიზელი ცნობიერების მდგომარეობაში, აზროვნების, ანალიზის, მოქმედების. მაგრამ როდესაც თქვენ მოდუნდებით, მედიტაციაში ან თუნდაც ღრმა შემოქმედებით საქმიანობაში ეშვებით, თქვენი ტვინი ალფა, თეტა ან დელტა მდგომარეობებში გადადის. ეს ნელი სიხშირეები ქვეცნობიერი მასალის წვდომას, ემოციურ განთავისუფლებას და ღრმა ხედვას უზრუნველყოფს. ღრმა სულიერი პრაქტიკების ან სპონტანური გამოღვიძების დროს, ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ გამა მდგომარეობებში შედის მაღალი სიხშირის ტვინის ტალღები, რომლებიც დაკავშირებულია ნეტარებასთან, ერთიანობასთან, ცნობიერებასთან და ამაღლებულ აღქმასთან. რასაც მისტიკოსები ერთიანობას ან ღვთაებრივ კავშირს უწოდებენ, მეცნიერება აღრიცხავს, როგორც შეცვლილ ნეირონულ აქტივობას. კუნდალინი, როგორც ჩანს, ბიოლოგიურ განახლებას ჰგავს, აძლიერებს აღქმას, ცვლის ემოციურ რეაქციებს და აძლიერებს სხეულის მგრძნობელობას ენერგიის მიმართ. ნეიროთეოლოგიისა და ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის კვლევებმა დაიწყო იმის დოკუმენტირება, რაც პრაქტიკოსებმა დიდი ხანია იციან, რომ სულიერი გამოცდილება ფიზიოლოგიურ კვალს ტოვებს. სუნთქვის მუშაობა იცვლება, სისხლის ქიმია. მედიტაცია ცვლის ნაცრისფერ ნივთიერებას. ტრავმისგან განთავისუფლება ცვლის ემოციურ შაბლონებს. შენდება ხიდი და სამეცნიერო გონება იწყებს მის გადალახვას. შემდეგ არის ნერვული სისტემა. ვაგუსის ნერვი, რომელსაც ხშირად სულის ნერვს უწოდებენ,
აკავშირებს twins სხეულის ძირითად ფუნქციებთან, გულისცემასთან, საჭმლის მონელებასთან, სუნთქვასთან. ის ემოციური რეგულირების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან აქტიურია ღრმა მედიტაციური ან სულიერი პრაქტიკის მქონე ადამიანებში. კუნდალინის გამოღვიძების მრავალი სიმპტომი, ყანყალი, სპონტანური სუნთქვის ცვლილებები, ეიფორიის ტალღები ან შიში ასახავს იმას, რაც ხდება ვაგუსის გააქტიურების დროს. ეს დამთხვევა არ არის. უძველესი იოგური რუკები აღწერს იმავე ფენომენს მათთვის ხელმისაწვდომი ენის გამოყენებით, რასაც ახლა ნეიროპლასტიურობას ვუწოდებთ. ისინი განიცადეს, როგორც ენერგიის ტრანსფორმაცია. ზოგიერთმა მკვლევარმა კუნდალინი ზურგის ტვინისა და ცერებროსპინალური სითხის კონტექსტში შეისწავლა. სითხე, რომელიც თქვენს ტვინსა და ხერხემალს რეცხავს, ინერტული არ არის. ის პულსირებს, ატარებს საკვებ ნივთიერებებს, ჰორმონებს. ზოგი კი ინფორმაციას გვთავაზობს. გარკვეული მედიტაციური ტექნიკა მიზნად ისახავს ამ სითხის ცირკულაციას, განზრახ, სტიმულირებას ახდენს ეპიფიზის აქტივობაზე და აძლიერებს აღქმას. გველი ამოდის, შესაძლოა, ის არც ისე შორს იყოს ენერგიისა და სითხის დინამიკის რეალობისგან, რომელიც ზურგის სვეტში მოძრაობს და გზადაგზა ცენტრებს ანათებს. რა თქმა უნდა, მეცნიერება კვლავ ებრძვის ყველაფერს, რისი გაზომვა, დაშლა ან რეპლიკაციაც არ შეუძლია. კუნდალინი ლაბორატორიულ ექსპერიმენტში ზუსტად ვერ ჯდება, რადგან ის არ არის ერთი ზომის გამოცდილება. ის პირადია, არაპროგნოზირებადი, ღრმად ინტიმური, მაგრამ ეს მას ნაკლებად რეალურს არ ხდის. ის უბრალოდ რედუქციონისტული აზროვნების ამჟამინდელი ფარგლების მიღმა აყენებს. და შესაძლოა, საქმეც სწორედ ეს არის. შესაძლოა, კუნდალინი ფორმების დასარღვევად არის განკუთვნილი, არა მხოლოდ ჩვენში, არამედ ჩვენს გარშემო. შესაძლოა, ის არსებობს იმისთვის, რომ შეგვახსენოს, რომ ცხოვრება განტოლებებზე დიდია. და ცნობიერება არ არის ტვინის თამდევი პროდუქტი, არამედ ის სფეროა, რომელშიც ტვინი წარმოიქმნება. თქვენ არ გჭირდებათ მეცნიერებასა და სულს შორის არჩევანის გაკეთება. ჭეშმარიტი გზა წინსვლისკენ ინტეგრაციაშია, არა ტრადიციებზე ბრმად მიჯაჭვულობასა და ინტელექტის, როგორც ერთადერთი ღმერთის თაყვანისცემაში. კუნდალინი ცხოვრობს მათ შორის არსებულ სივრცეში. ეს არის ცნობიერებით გაცოცხლებული სხეულისა და ფორმაზე დაფუძნებული ცნობიერების მტკიცებულება და რაც უფრო მეტს ვუსმენთ, მით უფრო მეტს ვაკვირდებით. რაც უფრო მეტად ვთანაბრდებით, მით უფრო ვუახლოვდებით ამ საბოლოო ჭეშმარიტებას. სამყარო იქ არ არის. ის თქვენშია და გაღვიძებას ელოდება. იმ მომენტიდან, როდესაც საკმარისად დიდი გახდებით, რომ შვიდად იჯდეთ და ხელი ასწიოთ, გეუბნებიან, რა იფიქროთ, რა დაიმახსოვროთ, რა დაიჯეროთ, მაგრამ არასდროს გასწავლიან სიმართლეს თქვენს სხეულში პულსირებადი ენერგიის შესახებ. არასდროს გეუბნებიან, რომ ატარებთ ძალას, რომელსაც შეუძლია თქვენი უმაღლესი მესყენ გაღვიძება. რატომ? იმიტომ, რომ კონტროლზე აგებული სისტემები არ სარგებლობენ თვითშეგნებული, თვითრეგულირებადი და სულიერად სუვერენული პიროვნებებით, რეალური გამოღვიძება ქმნის რღვევას. ის ქმნის ადამიანებს, რომლებიც ეჭქვეშ აყენებენ ავტორიტეტს, უარყოფენ ცრუ ნარატივებს და წყვეტენ გარეგანი მოწონებისთვის ცხოვრებას. და ეს არის ყველაზე ნაკლებად, რაც კონტროლზე დაფუძნებულ სისტემას სჭირდება განათლება, როგორც ვიცით. ის არასდროს ყოფილა შექმნილი თქვენი გასათავისუფლებლად. ის შექმნილი იყო თქვენი ფორმატირებისთვის, შრომის მოყვარეობისთვის მოსამზადებლად. მორჩილებისთვის, პროგნოზირებადობისთვის, დაჯექით რიგებში, მიჰყევით ინსტრუქციებს. ასწიეთ ხელი სასაუბროდ. სასწავლო გეგმა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სტრუქტურა არა. თითქმის ყველა საკლასო ოთახში არ არის საუბარი ცნობიერებაზე, ენერგიაზე, სუნთქვაზე, იმის შესახებ ცნობიერებაზე, თუ რას ნიშნავს იყო სრულად ადამიანი და რასაც არ სწავლობ, არ აფასებ. გასწავლიან, რომ წარმატება ნიშნავს ყალიბში მორგებას და არა მისგან გამოსვლას. ასე რომ, შინაგანი სამყარო ჩუმად იგნორირებულია. შედეგი: საზოგადოება, რომელიც გათიშულია საკუთარი ძალისგან, გაწვრთნილია სხეულის ტვირთად, ემოციების სისუსტედ და სიმშვიდის სიზარმაცედ აღქმაზე. კუნდალინი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ის სხეულს წმინდად იხსენებს. ის პატივს სცემს ემოციას, როგორც ინტელექტს. ის ამაღლებს შინაგან გამოცდილებას, როგორც ვალიდურს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს. და ასეთი აზროვნება საშიშია სისტემისთვის, რომელიც გარე კონტროლზეა დაფუძნებული, რადგან როგორც კი ადამიანი დაუკავშირდება მის შინაგან ენერგიას, მისი მანიპულირება უფრო რთული ხდება. ისინი წყვეტენ ცარიელი დაპირებების ცდუნებას. ისინი წყვეტენ ყურადღების გაფანტვით თავის დაბუჟებას.
ისინი იწყებენ შინაგანი ჭეშმარიტების მოსმენას და მოქმედებას ამ ადგილიდან და ამ ტიპის თანმიმდევრობიდან, ეს რევოლუციურია. სწორედ ამიტომ დასცინოდნენ კუნდალინის. და არასწორად ესმით დასავლეთში, არა იმიტომ, რომ ის ხალბია, არამედ იმიტომ, რომ ძლიერია. დასავლურმა ინსტიტუტებმა, აკადემიურმა, რელიგიურმა, პოლიტიკურმა, სისტემატურად ამოიღეს წმინდა ყოველდღიური ცხოვრებისგან. მათ გამოყვეს გონება სხეულისგან და სული მეცნიერებისგან და ამით შექმნეს კულტურა, რომელიც ტექნოლოგიურად განვითარებულია, მაგრამ სულიერად მშიერია. ჩვენ უფრო მეტი ცდომა გვაქვს ინფორმაციაზე, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ძალიან ცოტა სიბრძნე. შეგვიძლია გავუშვათ რაკეტები კოსმოსში, მაგრამ გვიჭირს საკუთარ თავთან ჩუმად ჯდომა. რაც შეეხება სამედიცინო სამყაროს, ის, რასაც ადამიანები განიცდიან სულიერი გამოღვიძების დროს, ენერგიის მოზღვავება, ემოციური განთავისუფლება, სპონტანური მოძრაობები სწრაფად იწოდება პათოლოგიად. ხელმძღვანელობის ნაცვლად, მათ დიაგნოზებს სთავაზობენ და არა ინსტრუმენტებს, რომლებსაც აბებს აძლევენ. ეს არ არის განკურნება. ეს არის ჩახშობა. და ისევ, ეს არ ხდება იმიტომ, რომ ექიმები ბოროტები არიან. ეს იმიტომ ხდება, რომ სისტემას, რომელშიც ისინი მოქმედებენ, არ აქვს შინაგანი ენერგიის ჩარჩო. ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ დაინახოს ფიზიკურის მიღმა. ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გაიგოს სულის. მაგრამ ყველაფერი ნელა, ჩუმად, ზედაპირის ქვეშ იცვლება. უფრო მეტი ადამიანი იღვიძებს, სვამს სხვადასხვა კითხვებს, უარს ამბობს იგნორირებაზე, რასაც შინაგანად გრძნობენ. ისინი ხვდებიან, რომ ნამდვილი სასწავლო გეგმა არასდროს ყოფილა საკლასო ოთახში. ის არის სუნთქვაში, სხეულში, სიჩუმეში, ლტოლვაში. ისინი იბრუნებენ პრაქტიკებს, რომლებსაც ოდესღაც პრიმიტიულს უწოდებდნენ. ისინი იხსენებენ, რომ ძველები არ იყვნენ გულუბრყვილოები, ისინი ინიცირებულები იყვნენ და აღარ არიან მზად იფიქრონ, რომ ყველაფერი რეალური შეიძლება გაიზომოს ლაბორატორიაში ან დამტკიცდეს დაწესებულების მიერ. რადგან სიმართლე ისაა, რომ თქვენ დაიბადეთ ყველაფერში, რაც გჭირდებათ. რუკა თქვენშია, ენერგია თქვენშია, ინტელექტი თქვენშია. და როგორც კი ამის ნდობას დაიწყებ, ნამდვილად ენდობი, დამოკიდებულების ციკლს გამოდიხარ და გაცილებით ძლიერ თვითინიციაციაში გადადიხარ. გამოღვიძებისთვის ნებართვა არ გჭირდება. თქვენი ცნობიერების შესასწავლად სერტიფიკატი არ გჭირდებათ. თქვენ გამბედაობა გჭირდებათ. თქვენ ცნობისმოყვარეობა გჭირდებათ და უნდა გადაიტანოთ ყველაფერი, რამაც საკუთარ თავში ეჭვის შეტანა გასწავლათ. კუნდალინი არ არის მხოლოდ წმინდანებისა და ბრძენების საკუთრება. ის მარტოხელა დედაშია, რომელიც შვილების გაღვიძებამდე მედიტირებს. ის ჩუმ-მაძიებელშია, რომელიც ზედაპირული პასუხებით დაიღალა. ის ახლა თქვენშია, აღიარებთ თუ არა ამას და როგორც კი ამას გააკეთებთ, სისტემებს, რომლებიც თქვენს ჩახშობას ცდილობდნენ, აღარ აქვთ შანსი. კუნდალინი მოთხოვნისთანავე არ ამოდის. თქვენ არ შეგიძლიათ მისი ამბიციით გახსნა ან ხრიკით გამოძახება. ეს არ არის ჯილდო საკმარისად სულიერი ყოფნისთვის ან ნიშანი სწორი რიტუალების შესრულებისთვის. ეს ენერგია არ რეაგირებს ეგოზე. ის რეაგირებს მზადყოფნაზე. და მზადყოფნა არ არის იმაში, თუ რამდენი იცით. საქმე იმაშია, თუ რამდენად მზად ხართ გადაიტანოთ სწავლა, გაასუფთავოთ ის, რაც აღარ ემსახურება, გამოათავისუფლოთ სივრცე იმისთვის, რაც უკვე თქვენშია. მომზადება არ არის არჩევითი. ეს არის საფუძველი, რადგან როდესაც ეს ენერგია მოძრაობს, ის ყველაფერში გადადის. თქვენს ნერვულ სისტემაში, თქვენს მოგონებებში, თქვენს ემოციებში, თქვენს აზრებში. თუ დაბლოკილი ხართ, ის გაჩვენებთ, თუ სად დაგიპირისპირდებათ, თუ ხისტი ხართ. თუ გახსნილი ხართ, ის გასწავლით. სწორედ ამიტომ პირველი ნაბიჯი არ არის გააქტიურება, ეს არის განწმენდა, არა რაიმე რელიგიური გაგებით, არამედ ენერგეტიკულად. შეუძლია თქვენს სისტემას გაუმკლავდეს ინტენსივობას. შეუძლია თუ არა თქვენს გონებას სტაბილურობის შენარჩუნება, როდესაც თქვენი ვინაობა ბზარს იწყებს. სწორედ ამიტომ არ ასწავლიდნენ უძველესი ტრადიციები მხოლოდ მედიტაციას. ისინი ასწავლიდნენ დისციპლინას, ყოველდღიურ პრაქტიკას, სუნთქვით მუშაობას. მარხვაში დუმილი, არა სხეულის დასასჯელად, არამედ მის გასაუმჯობესებლად, რათა ის გამჭვირვალე ჭურჭლად ექციათ, რომელიც არ არის დაბინდული ყურადღების გაფანტვით ან ქაოსით გადატვირთული. სამყაროში, რომელიც ადიდებს სტიმულაციას, სიმშვიდე წმინდა ხდება და ეს სიმშვიდე არ არის პასიური. ის ძლიერია. ის გაიძულებთ დახვეწილობას, გაწვრთნით გრძნობას და გასწავლით, თუ როგორ უნდა დააკვირდეთ და არა რეაგირებდეთ, როდესაც კუნდალინი მოძრაობს, მოწმე ყველაფერია მის გარეშე. თქვენ იხრჩობით ინტენსივობაში მასთან ერთად.
თქვენ ნავიგაციას უკეთებთ მას. დაიწყეთ სხეულით, არა მისი დაძაბვით, არამედ მოსმენით. რა სჭირდება მას გრძნობისთვის? უსაფრთხო დამიცებული ფხიზელი მოძრაობა ეხმარება იოგას, სიარულს, გაჩინვას, მაგრამ არა შესრულებას, უბრალოდ დაკავშირებას. სუნთქვა ხიდია. ის ყველაფერს გიამბობთ თქვენი მდგომარეობის შესახებ. ზედაპირული სუნთქვა, გაფანტული გონება. ღრმა სუნთქვა, მიმაგრებული ყოფნა. ისწავლეთ განზრახ სუნთქვა. არა მხოლოდ მედიტაციის დროს, არამედ ცხოვრების დროსაც. ცნობიერება ბალიშზე არ იწყება. ის ყოველ წამს იწყება. თქვენ ირჩევთ ემოციურად დაუბრუნდეთ საკუთარ თავს, მომზადება ნიშნავს გულწრფელობას. შეგიძლიათ თქვათ სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობთ თავს. შეგიძლიათ იჯდეთ დისკომფორტთან ერთად მისი გამოსწორების მცდელობის გარეშე. შეგიძლიათ აპატიოთ საკუთარი თავის ის ნაწილები, რომელთა დამალვაც გასწავლეს. ეს ენერგია ამოავლენს ყველაფერს, რასაც თრგუნავთ. არა თქვენი დასასჯელად, არამედ თქვენი გასათავისუფლებლად. მაგრამ განთავისუფლება არ არის სინათლე ჩრდილის გარეშე. თუ მხოლოდ ნეტარებას ეძებთ, სიმართლეს არ ეძებთ. სიმართლე მოიცავს ყველაფერს. ტყივილს, სიხარულს, მრისხანებას, სიყვარულს. რაც უფრო მეტს შეგიძლიათ შეინარჩუნოთ, მით უფრო მეტად შეგიძლიათ გონებრივად გარდაქმნა. პრაქტიკა თავმდაბლობაა. თქვენ აქ კუნდალინის სამართავად არ ხართ. თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ მას დანებდეთ. ეს არ ნიშნავს პასიურობას, ეს ნიშნავს ხელმისაწვდომობას, თქვენი შაბლონების დაკვირვებას. ყველა შეგრძნებისთვის იარლიყის მიწერის, ყოველი ცვლილების ახსნის აუცილებლობისგან გათავისუფლებას. გამოცდილებას მიეცით საშუალება გასწავლოთ. ნუ ეცდებით მის დაუფლებას. მიეცით მას საშუალება, რომ დაგეუფლოთ მანამ, სანამ დაუფლება ბუნებრივი არ გახდება. არა იძულებითი და რაც მთავარია, შეწყვიტეთ აჩქარება. გამოღვიძება არ არის რბოლა. საქმე არ არის სადმე მიღწევაში. ენერგიამ უკვე იცის გზა. თქვენ უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ მისი დაბლოკვა. შეწყვიტეთ პიკური მდგომარეობების, სულიერი სიმაღლეების ან განმანათლებლობის, როგორც დანიშნულების ადგილის დევნა. კუნდალინის არ აინტერესებს თქვენი ხედვის დაფა. მას აინტერესებს თქვენი ყოფნა, თქვენი მთლიანობა, თქვენი სურვილი, რომ იგრძნოთ ეს ყველაფერი. თუ ამას კითხულობთ და თქვენში რაღაც აღძრავს არა თქვენს ცნობის მოყვარეობას, არამედ რაღაც უფრო ღრმას, უფრო წყნარს, უფრო გარკვეულს, ეს ნიშანია. არა ის, რომ კუნდალინის უნდა დაედევნოთ, არამედ ის, რომ შეიძლება მზად იყოთ საკმარისად მშვიდი იყოთ მის შესახვედრად. კარი უკვე იქ არის. გველი გელოდებათ. ის მხოლოდ იმას ითხოვს, რომ როდესაც ის ამოვა, არ შეკრთეთ. რომ როდესაც ცეცხლი მოვა, მას მიესალმოთ არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც სახელმძღვანელოს. დისციპლინა არ არის შეზღუდვა, ეს არის ერთგულება. არა რწმენის სისტემის, არამედ თქვენივე ყოფნის, არა გურუს მიმართ. მაგრამ იმის სიწმინდის გათვალისწინებით, რასაც ატარებ, ერთი წამითაც არ ემზადები. შენ ემზადები მთელი ცხოვრების სიცხადისთვის. ცხოვრებისთვის, რომელიც აგებულია არა იმაზე, რაც გასწავლეს, არამედ იმაზე, რაც გახსოვს. როდესაც კუნდალინი ამოდის, ის არა მხოლოდ შინაგან გრძნობებს ცვლის. ის ცვლის იმას, თუ როგორ ხედავ ყველაფერს გარეთ. ის ცვლის იმ ლინზას, რომლითაც სამყაროს ინტერპრეტაციას უგეთებ. ის, რაც ოდესღაც შენს ყურადღებას იფხრობდა, იწყებს გაქრობას. მოწონებისკენ დაუსრულებელი დევნა. საკუთრება ან დადასტურება цаრიელი ხდება. არა იმიტომ, რომ გულგრილი გახდი, არამედ იმიტომ, რომ შეეგუესიხშირეს, რომელიც ზედაპირულ ხმაურზე უფრო ღრმაა. იწყებ იმის ამოცნობას, თუ რა არის რეალური, რა ღირს შენი ენერგია და რა გღლიდა წლების განმავლობაში, ისე რომ ვერც კი ამჩნევ. ეს არის გამოღვიძების ის ნაწილი, რომელზეც საკმარისად არ საუბრობენ. ინტეგრაცია, დაბრუნება, რადგან ხანძრის, წარღვნის შემდეგ. ნეტარებისა და ნგრევის შემდეგ მოდის მშვიდი კითხვა, როგორ ვიცხოვრო ახლა? და პასუხი ყოველთვის არ არის ნათელი. სცენარს არ გაძლევენ. ტიტულს არ გაძლევენ. უბრალოდ სხვანაირად იწყებ სამყაროში მოძრაობას. უფრო ნელა, უფრო მკვეთრ, უფრო რბილ, უფრო მძაფრს. ნაკლებს ლაპარაკობ, მაგრამ მეტი წონით, მეტს უსმენ, მაგრამ მეტი სიღრმით. შეიგრძნობ სიწმინდეს ყოველდღიურობაში, როგორ მოძრაობს სინათლე იატაკზე. შენივე სუნთქვის რიტმს, ვინმეს სიტყვების მიღმა არსებულ სიმართლეს. ცხოვრება აღარ არის ბუნდოვანი და სარკედ იქცევა. მაგრამ ამ ახალ ადგილს პასუხისმგებლობა მოჰყვება. კუნდალინის ხვებზე უკეთესს არ გხდის.
ის უბრალოდ უფრო ცნობიერს გხდის და ცნობიერება არჩევანს მოგიტანს. იცხოვრებ ჰარმონიაში თუ უღალატებ იმას, რაც ახლა იცი? პატივს სცემ იმას, რასაც შენი ინტუიცია გეუბნება? მაშინაც კი, თუ ეს ტენდენციის საწინააღმდეგოდ მიდის, საქმე სრულყოფილებაში არ არის. საქმე რეალურობაშია, იმაშია, რომ იცხოვრო ისე, რომ არ მიატოვო ის სიმართლე, რომელსაც შეეხე. სამყარო სწრაფად გააგრძელებს მოძრაობას. ხალხი გააგრძელებს ყურადღების გაფანტვის პროდუქტების გაყიდვას. მაგრამ როგორც კი ეს ენერგია შენში გაიღვიძებს, რაღაც შეუქცევადი მოხდება, შეწყვეტ ილუზიებით ტკბობას, იწყებ იმის შეგრძნებას, რაც ცრუა. ვერ დაუბრუნდები ვითომობას. ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრებას ჩამოშორდები. ეს ნიშნავს, რომ მასში სრულად შედიხარ. მაგრამ შენივე პირობებით შეიძლება მაინც იმუშაო, გადაიხადო გადასახადები, გადალახო გამოწვევები, მაგრამ ამ ყველაფრის ქვეშ არის სიმშვიდე, რომელიც არ ირყევა, სიცხადე, რომელიც არ ირყევა და სწორედ ეს არის ნამდვილი თავისუფლება. კუნდალინით ცხოვრება არ ნიშნავს რეალობისგან თავის დაღწევას, არამედ მის გაფართოებას, მეტი თვალით დანახვას, მეტი ყურით მოსმენას, საკუთარი თავის უფრო მეტად შეგრძნებას, ვიდრე ოდესმე. გექნება მომენტები, როდესაც ყველაფერი დამთრგუნველად გეჩვენება. იმიტომ რომ გრძნობ არა მხოლოდ ზედაპირს, არამედ ქვედადინებებსაც, არამედ გექნება ღრმა სიმშვიდის მომენტებიც, არა იმიტომ რომ ცხოვრება მარტივია, არამედ იმიტომ რომ რაღაც მარადიულში ხარ ჩარჩენილი. ეგო შეეცდება ეს სტატუსთან, განსაკუთრებულობასთან დაკავშირებით შექმნას. ნუ მისცემ ამას უფლებას. შენ არ იღვიძებ იმისთვის, რომ სხვებზე მაღლა ახვიდე. შენ იღვიძებ იმისთვის, რომ მათთან ხელახლა დაუკავშირდე. რომ დაინახო ღვთაებრივი ყველა სახეში, ყველა წარუმატებლობაში, ყოველ ამოსუნთქვაში. ეს არის კუნდალინის ნამდვილი ნიჭი. არა ძალაუფლება ცხოვრებაზე, არამედ მასთან შეერთება. თქვენ გრძელი გზა გაიარეთ ამ მოგზაურობაში, არა მხოლოდ იდეების, არამედ შეხსენებების მეშვეობით. თქვენში რაღაც უკვე იცის, რაც ახლახან წაიკითხეთ. ეს ახალი არ იყო. ეს იყო უძველესი მოგონების ამოსვლა. ახლა კითხვა, რას იზამთამით? ნუ მისცემთ ამას მხოლოდ ინფორმაციას. დაე, ეს იყოს ინტეგრაცია. მიეცით მას საშუალება იცხოვროს თქვენს არჩევანში, თქვენს სუნთქვაში, თქვენს ურთიერთობებში. მიეცით მას საშუალება ჩამოაყალიბოს დილით გაღვიძების წესი, საკუთარ თავთან საუბრის წესი, შექმნისა და წვლილის შეტანის წესი. რადგან გამოღვიძება არ არის ის, რაც გქონდათ. ეს არის ის, რაც დღითიდღე, სიმართლე სიმართლეში, სუნთქვა სუნთქვაში ხდებით. აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ვიდეოს ბოლოში ჩავედით და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ ას. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაჯერა, რათა არ გამოტოვოთ არც ერთი სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეო. გმადლობთ ყურებისთვის.